მოგესალმებით ვისკის კლუბიდან მეგობრებო. ეს არის ბარი, ეს არის ადგილი, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. აუ. ამ წამს არ მომფიქრებია, უცბად მომივიდა თავს. რაღაც სლოგანია. სლოგანია, ხო? ვისკის ბარი, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. ხო. ანუ ისინჯება და თან მიღმა რო არ დაგრჩეს რა. შენს მიღმა რო არ გაიაროს ამ ყველაფერმა, რამხელა ის არის. ვარგა სლოგანად მე მგონი. ანუ ისინჯება და სად ახარ? უშენოდ ისინჯება, თო? ანუ შენო მიყვინ რო გასინჯო. თვითონ ხო არ მოვა. აქ არ მოქმედებს ბატონო ის თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მისთან თუ პირიქით. აქ უნდა მოხვიდეთ, ეს არ მოვა თქვენთან. აქ მაგარი ვისკები ისინჯება. და დღეს ბარში გავსინჯავთ ბოუმორს 12 წლიანს სულ ახალს. აი ეხლა ხანს რებრენდინგი. ბოლო. ახალი ბოთლი, ახალი ყუთი, ახალი ეტიკეტი და ნახოთ სითხე ძველი იქნება ისევ თუ ახალი. აქ არაფერი მოსაყოლი ბევრი არ გვიქნება 12 წლიანი ბოუმორი, ჩვენ შედარებაც გვაქვს ჩაწერილი, გნებავთ ისიც ნახეთ, ამის წინა თაობა შევადარეთ იმის წინას. და მართალია ვთქვით, რომ ყოჩაღ ბოუმორ ძალიან არ გაგიფუჭებია, თუმცა ცოტა მაინც გაუფუჭებია, მაგრამ სხვაობა იყო და ცოტათი ჯობდა მაინც ის ძველი. და ეხლა იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა ბოუმორების საღამო, აქ ამ ადგილას, საოცარ ჯადოსნურ ადგილას, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. და წუიტყვი ხოლმე ამას. და ასე თუ ისე, მაშინ აი ის ივენთი, ბოუმორების ივენთი იყო მოკლედ და ძველი ბოთლები იყო, მათ შორის ამის წინათაობის, რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონს, ასე რომ ახალი გასინჯული გვაქვს და ორი დღის ხო და ზეპირი სიტყვიერად შევადარებთ. ეხლა უბრალოდ გირჩევთ, ვისაც გიყვართ ბოუმორ 12 ლევანების გასვათ, იმიტომ რომ მის რაღაცა იმას აქვს, რა ქვია, სენტიმენტები გასაკუთრებული და არაერთხელ მოუყოლია თუ უნდა ეხლა კიდე მოყვება, მე მაინც ვერ გავაჩერებ მას. აი ამ სენტიმენტებს გეტყვით მომავალში, აი სუ ახალი გამოსული ბოლო ბოუმორ 12 რამდენად ღირს რომ გადაიხადოთ ის რაღაცა არც ისე ძვირი ფასი რაც ღირს. ხო. თუმცა უფრო ძვირი ვიდრე წინა ვერსიები ღირდა, იმიტომ რომ ყოველთვის რებრენდინგის მერე ნებისმიერი დისტილერია ზრდის ფასს და როგორც წესი აგრებს ხარისხს. ნახოთ ბოუმორმა რა. კი ბატონო, ყველგან იყიდება ასე რომ ვიცოდეთ როგორია. ბოთლისთვის მადლობა ალექსანდრეს. ალექსანდრეს მადლობა გაიხარე შენ. ხო, თვითონ ბოთლი არის საერთოდ ახალი ფორმის, ნუ ყუთი ხო სხვადასხვაერია და ბოთლის ფორმა შეცვალეს, გარდა იმისა რომ ფორმა შეცვალეს რაღაცა ნახე ზოლები გაუკეთეს ესეთი ამოტვიფრული. რაღაცნაირია ახლა რო გითხრა ახლა ის ბოთლის ფორმა არ მომწონს, მაგრამ ეტიკეტი და დიზაინი ასე ისე ეს უბრალო ისინი მომწონს აფროიგის მაგალითად ზედმეტი რაღაცების გაშ კლასიკური სადა ეგეთი ისინი დიზაინები უფრო მომწონს ხოლმე თუმცა თუ კარგი გაკეთებულია ჭრელაჭრულა და რაღაც ნახატები და რაღაცები თუ გემონებით არის გაკეთებული იმაზეც რა თქმა უნდა არ ვამბობ ხოლმე აულს არასოდეს ხა გამოვიხედე ესე უბრალო იმეებიდან რომელი აი ბლადნოხები მომწონს მაგალითად ბლადნოხის დიზაინები ძალიან მომწონს ამ არტბეგებს თავის ხელწერა აქვს და ძალიან კარგია მე ზოგადად დამოუკიდებელი ბოთლერების დიზაინები ძალიან მარტივია ხოლმე მარტივებია ხოლმე და კი და უბრალოდ დაწერე ინფორმაცია ბევრი ხო ესეც თავისებური რაღაც ხიბლი არის რაღაცა უბრალო ისა რა აი პლანბოთლების დიზაინზე რა გითხრა მაინც არ მომწონს რაღაცნაირი არის ეს თავის ბოთლი ლოგო არ მომწონს დაკლაკნილი აი ხო რაღაც დატვირთულია ჩახლართულია ბევრი რაღაცა არის შიგნით და თვალი ესე სწრაფად ვერ აღიქონს საერთოდ ეს ლოგოც და პოსტერის პრინციპი რა არის ხო პოსტერის პრინციპი მეგობრებო არის რომ ძალიან სწრაფად უნდა აღიქვა და მიღებული ინფორმაცია ეგრევე შემოვიდეს თავში თუ შენ პოსტერზე გჭირდება გაჩერება დაკვირვება დაფიქრება ეს იმასნი და ეს ინფორმაცია მოვიდა ეგ უკვე ჩავო წყალში გადაყრილი საქმე არის იმიტომ რომ შენ ამას ჩაიარე ანუ პოსტერი არის ჩაიარე და აი თვალში გაიარა და თელი ინფორმაცია მიიღე და შემოვიდა აი ეგ ხო და მაქედან გამოვდივარ ხოლმე ძირითადად რა ხო აქ ისეთ ბოთლები აქვს ყველა ეხლა ვეძებ ბოთლს რომელიც დიზაინს მინდა რომ დავიწუნო და დიდად აი ვოტერფორდი რაღაც დიდად ეს არის რა ქვია ხო ეს ერთადერთი ეტიკეტი აქვს ამას რომელიც ესე ჭრელაჭრულა არის თორე სხვა ყველაფერი თეთრი ეტიკეტი და ერთი შავი ზოლი წარწერა და მაგრამ ამასაც მიჩვევა უნდა ლურჯ ბოთლს შუშის საცობით ვისკის მოყვარულებს მიჩვევა უნდა რა აი ძნელია ცოტა ეხლა რაღაცა დრო გჭირდება რომ მაგას შეეგულო ხო და რო ვერ მიეჩვენენ იმიტომ გაკოტრდა და აღარ ესეოს დისტილერია და ბოლო შანსი გაქვს გასინჯვის ამ ვისკის აქ და ხუმა დისტილერიის მოდი ეხლა ვნახოთ ბოუმორი ნახოთ ახალი ბოუმორი გამოსულია და სადმე თუ შეხვდებათ ღირს თუ არა ისე ვიყიდოთ ისე ძველებურად რა ისე 40 გრადუსი კი ყველაფერი ისე იქნება ბურბონი ხელқесі შერეული აქ მაგაში არაფერი შესრულა. აბა. თუნდაც არ მაბიჭო სხვანაირია. სხვანაირია უკვე. ანუ ის გოგირდი და რაღაცები არ მომხდა, თუმცა ძალიან დიდი ხნის გახსნილია, ხო? კი, დიდი ხნის გახსნილია და განიერებული იქნება. დიდად არა გოგირდი არ მაწუხებს. მაგრამ სხვა ვისკია საერთოდ. სხვა ვისკია. ძალიან ახალი გასინჯული გვაქვს და აბსოლუტურად სხვანაირი. ცუდი არ არის მას სხვანაირი. ბოუმორს ველოდებოდა, ბოუმორს ხასიათი არა აქვს.
ცოტათი აქ, მაგრამ აი ეს ტორფიც ნაკლებია, აი ბოუმორში ძველი რაც მახსოვს, იქაც ხო რბილად და თბილად მოდის კოცონის ყვამლივით რო ვადარებთ ხოლმე ბოუმორის ტორფს, მაგრამ ეგეც კიდე უფრო ქვევით არის ჩაწეული მეგონი. ოდნავ ჩემთვის არის აი ეს სიმჟავე ძველ ბოუმორებს ეწერა ხოლმე არ ვიცი ამას აწერია თუ არა ორი მთავარი არომატი იყო ლიმონი და თაფლი. ხო და თაფლს ამაში მე ვერ უზნობ საერთოდ, მაგრამ აი ლიმონია თუ რა არის, მაგრამ სიმჟავე ოდნავ არის რაღაცა. სიმჟავე აქ კი რაღაცა, კი ციტრუსოვანი. სხვა არაფერი ესეთ ძალიან დიდი მრავალფეროვნება არის. ოდნავ მტვრიანია, ოდნავ ჩაია. ხო, ჩაი კი. ჩაი აქვს კი, კარგად აქვს ჩაი. ყველაზე მეტად ჩაის თუ გამოვარჩევდი, ხილსაც ვერ ვარჩევ რა, მაინც და მაინც. და 1-2 დასვენის მერე ის ოდნავი ტორფი რაც ხონდა, ისიც რეცეპტორები რა შეეჭრა, უკვე აღარ იგრძნობა საერთოდ. მაგრამ ცუდი არ არის, რა, ვერ დავიწუნებ რა. კარგი, სასიამოვნო ტიპია და აი ძველ ბოუმორ 12-ზეც კი რაღაც სენტიმენტები გვაქვს, მაგრამ ეხლა ბევრს იმასაც ვერ ვთხოვთ და არ ვთხოვთ, აჭროები კარგი ვისკი იყო, ხო? რაღაცნაირი დასამახსოვრებელი, ნუ აიტეთ რა, ისე რა. ნახოთ. მე ვერ ვიტყვი აქვს ამაზე, ცხვირზე ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურად ნორმალური ვისკი. ხო, არა, სხვა უბრალოდ ველოდებოდით ბოუმორს და ის არ დაგვხვდა, რასაც ველოდებოდით რა. აბა, უფრო თბილია. გემოზეს დაახლოებით იგივე ხდება. ნაკლები პილპილები აქვს ვიდრე ჰქონდა ბოუმორს, იმ ბოუმორს ძველ. სუბუქია რაღაცა რა ძალიან. სუბუქია. სიმწარე სულ ოდნავ დაკრავს და შემაწყობელი არ არის. ეგეც სულ ბოლოსში გადაყლაპვის მერე ენაზე სიცხარეს ტოვებს თუ სიმწარეს თუ სიცხარეს. კლუბი ქონდა მარტივად ტკბილი. აი ძალიან მარტივად ტკბილი ხო, აი თაფლია კლუბზე. კლუბზე თაფლი იყო, უბრალოდ გადავიდა უკვე. ხელია ძალიან, ხელი ვისკია. გადავიდა და აი რაღაცა სითბო სულ ოდნავ პილპილი დარჩა და რაღაცნაირი გაუგებარი სითბო. მაგრამ ჩაყლაპის მომენტი თაფლი იყო კარგად, აი ეს რაც ცხვირზე დაგაყდა, აი მარტო აი თაფლიანი წყალი ხო დაგირევე რა ბავშვმა დაგირევე. ყინულს რა ჩაღლია რაღაცა. ყინულით არა. თაფლიანი წყალი რა მოკლედ რა, აი თაფლიანი წყალის კლუბი ქონდა ცოტა ბოუმორისებული რაღაც შეფუთვით რა. და ფინიში უბრალოდ ძალიან მოხო, ანუ არა ფინიში რა საერთოდ. გადაწყვეტს გამოირჩეოდა ძველი მაინც და მაინც გრძელი ფინიში, მაგრამ ქონდა. ამაზე გრძელი ქონდა. სიცხარე ქონდა, ამას მარტო აი გადავყლაპე 2-3 წამით ენაზე სიცხარე დამიტოვა და всё გაქრა და მეტი არა. სიტყვო ჩავიდა, სიტყვო ნელ-ნელა სიცხარეში გადაიზარდა, აითათ ეს ყველაფერი დაახლოებით ინტენსივობა 10-დან 4-10-დან 5. და ნელ-ნელა ისიც გადავიდა და გაქრა მერტ, ეხლა უბრალოდ სითბო დატოვა ისეთ ალკოჰოლის დამსახურებით რა. ეგ არის და ეგ ისიც ვერ გამოირჩეოდა მაინც და მაინც გრძელი იმით, მაგრამ ძველს უფრო მეტი ოდნავ გრძელი ფინიშიც ჰქონდა და ოდნავ პილპილიანი ფინიში ჰქონდა, უფრო მეტად და ოდნავ ტორფიანი ფინიში, ვიდრე ამას აქვს. ნუ რადგან რადგან 2 დღის წინ გვაქვს ასინჯული, მე ვიტყვი მაინც რომ ძველი ამას მირჩევნია. მეც მირჩევნია, ძალიან კარგად მახსოვს. ნახე, მიჩვეული ვართ იმასთან რაღაცა ემოციური ბმული გვაქვს უკვე ის ვიცით რომ მოგვეწონა და ეს რაღაც ხვანაერი დახვდა და ვერ დაუყენებ რა გვერდზე რა. თუმცა ცალკე აღებულად მოდი თქვა თუ შედარებას არ ვაკეთებთ რა და აუ კი არ მინახია რა 40 ევრომდე იქნება არ მგონია მეტი და ალბათ 35-ით ფას დაკლებებზე ხო მაგ ფასისთვის მაგ კატეგორიის ფასის ვისკები რაც არის აბსოლუტურად თავმოყრა დაუგება გვერდზე არც ერთს არ ჩამოუვარდება იმ ვისკებს რასაც მაგ ფასის კატეგორიაში იყიდით რა ასე რომ მე ვერ გეტყვით რომ არის კიდე ბოუმორი თუ გიყვარს შეგიძლიათ იყიდოთ თლად ბოუმორი არ დაგხვდებათ მაგრამ სასიამოვნო ვისკის დარებთ ეგ არის და ეგა მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა ალექსანდრეს გამოიწერეთ არხი გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი მანქანა სახში დატოვეთ და მოდით ფეხით მოდით ვისკის კლუბში ბარში ვისკის კლუბი ხო რაღაცა ცოტა ისე არის სახელი დასახოცი გვაქვს კი ბატონო ავაჰე